Agzelებს თქვენთვის მუშაობას, ახლა ტრადიციული რუბრიკის ჯერიც დადგა ყოველ სამშაბათს კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. Როგორც დასაწყისში აღნიშნავდი დღეს შესავალი როდესაც ჰქონდა, მაშინ ვთქვი რომ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ, ეს არის ონლაინ მაღაზიებთან დაკავშირებით მთელი რიგი გამოწვევები, რასაც მომხმარებლები აწყდებიან უშუალოდ, როდესაც გარკვეულ ბიზნეს ობიექტებთან აქვთ ერთგვარი კომუნიკაცია, თანამშრომლობა და სწორედ აი ამ თემებს შემეცნებით ნაწილში გავშლით ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად ქეთევან ჭუმბურიძე შემოგვიერთდა კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი. ქეთევან, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ ხელს უწყობთ მომხმარებლის უფლებების დაცვას, ვინაიდან როგორც უკვე ვიცით, მთავარი გარანტორი მომხმარებლის უფლებების დაცვის არის სწორედ ინფორმირებული მომხმარებელი და მომხმარებლები, სადაც ცნობიერება არის ამაღლებული ამ კუთხით. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და დავიწყოთ საუბარი ან ცნობიერების კუთხით მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ საინტერესოს დარწმუნებულებად ჩვენს მენელს, როგორ ამოიცნოს მომხმარებელმა სანდო, ასე ვთქვათ, ონლაინ მაღაზიები, რა შეიძლება გაითვალისწინოს. ცხადია, ამ კუთხით ძალიან ბევრი ინდიკატორი არსებობს სინამდვილეში, რითაც შეგვიძლია შევაფასოთ რეალურად მოვაჭრე არის თუ არა სანდო. წელს დღითიდღე უფრო იცდება მომართვიანობა ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს ყველაფერმა უკვე ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ადრე თუ იყო მხოლოდ ტანსაცმელი და სხვა მწვრილი საყოფაცხოვრებო ნივთები ონლაინ შესყიდვის საგანი, დღეს უკვე მომხმარებლები იწერენ ტექნიკასაც, ავეჯსაც, რა თქმა უნდა, გაიზარდა შესაბამისად მომართვიანობა სააგენტოსადმი და უფრო აქტუალური გახდა თემა სააგენტოსთვის კი უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ კონცენტრაცია ამ საკითხზე მოახდინოს. ონლაინ შესყიდვების დროს ეს ხდება Facebook, Instagram თუ სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. მთავარია შევამოწმოთ რამდენად პირველ რიგში რამდენად სანდოა ესე თუ ის გვერდი. ჩვენი კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც 2022 წელს შევიდა ძალაში, ითვალისწინებს როგორც უფლების აღდგენის საშუალებებს, ასევე პრევენციულად მომხმარებლის უფლების დაცვის საშუალებებსაც. მათ შორის ერთ-ერთი არის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მოვაჭრის მხრიდან. ეს არის არსებითი ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობის შესახებ, მომხმარებლის უფლებების შესახებ. თუ პლატფორმას Facebook გვერდს, Instagram გვერდს ეს ინფორმაცია განთავსებული არ აქვს ვებსაიტზე, თავის შესაბამის პლატფორმაზე, უკვე შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ეს მოვაჭრე კანონშეუსაბამოა ამ ნაწილში და ის უკვე არ ღვევს უფლებას, შესაბამისად სავარაუდოა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ის ჩვენი როგორც მომხმარებლის უფლებასაც დაარღვევს. ამ შემთხვევაში ასევე არის ძალიან ხშირად პლატფორმებზე, ძირითადად ვებსაიტებზე, სხვადასხვა ტიპის манипуляციური ტექნიკებით არის გადავსებული ვებსაიტები და ესეც კარგი ინდიკატორია. მათ შორის ერთ-ერთი არის ყალბი უკმთვლელები. ალბათ ხშირად შეხვდებოდით ყალბი უკმთლელები. ტემუ იყო ერთ-ერთი ხარ რადგან კი ბატონო, როდესაც მომხმარებლებს აუწყებენ, რომ ესა თუ ის აქცია დასრულდება ერთ დღეში, ერთ საათში და უცებ უნდა მოასწროს მომხმარებელმა თავის გადაწყვეტილების მიღება და ნივთის შესყიდვა. ცხადია, ესეც შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთ-ერთ ინდიკატორად. არის ხოლმე მგონი შემთხვევებიც, არ ვიცი ეს რამდენად გადის ამ ყველაფერში, მაგრამ თითქოს რაღაც 95%-იანი ფასდაკლებები რო რაღაცა ლიფზე და 300 ლარის ნაცვლად 40 ლარში რო ყიდიან რაღაცა ეგეთი კითხვის ნიშნებიც მანდ მიჩნდება ხოლმე. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მომხმარებლები გარკვეულ შეცდომებში გვინდა არ გვინდა შევდივართ ხოლმე, თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ ხარ რეკომენდაციები რა შეიძლება გავითვალისწინოთ, რას მიუღწევთ ყურადღება, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, მაინც როდესაც ეს ადამიანები ესე ბრმად მიენდობიან ხოლმე თითქოს აპრიორი სანდო არის ესა თუ ის ონლაინ მაღაზია. აი საინტერესო ამაზეც რო ვისაუბროთ, ყველაზე ხშირი დარღვევები ქართულ ონლაინ მაღაზიებში ზითად აი რა მიმართულებით არის დარღვევები, იმიტომ რომ ესეც ხო მთელი პალიტრაა, ხო, რეალურად დარღვევების შეიძლება საერთოდ ნივთი არ ჩამოვიდეს, მაგრამ სხვა რაღაც ნივთი იყოს, კომპენსირება არ მოხდეს, ბევრნაირი ვარიაცია შეიძლება იყოს ამის. აი ძირითადად რას ვაწყდებით ხოლმე ბაზარს? იმდენად ბევრი დარღვევა იკვეთება, იმდენად მსხვილი სექტორი ონლაინ ვაჭრობა რთულია ესე კონკრეტული მიმართულების გამოყოფა, თუმცა ამ ბოლო დროს ტენდენცია გამოიკვეთა მიწოდების დაგვიანების. კი, ესეც აქტუალურია. მსხვილი პლატფორმები ხშირად რა თქმა უნდა ისინი წინასწარ ატყობინებენ მომხმარებელს, რომ 2-3 სავშაურად მათ ურჩევნიათ, რომ რეალურად მომხმარებელი ამით მიიზიდონ მცირე ვადაში მიაწვდიან ნივთს, თუმცა ეს შემდეგ გვიანდება ორჯერ და ხშირად მეტჯერაც, ვიდრე ეს მითითებულია, ეს ტენდენცია ამ ბოლო დროს გამოიკვეთა. სხვა მხრივ კი ძალიან ხშირია რა თქმა უნდა ნაკლიანი ნივთი, ვინაიდან მომხმარებელს
ხშირ შემთხვევაში ვერ არ აქვს შესაძლებლობა კარგად შეაფასოს ესა თუ ის მოვაჭრე სანდუარი თუ არა, ფოტოდან აღქმული საერთოდ განსხვავებულია და სრულიად სხვა ჩამოდის და ეს მიმართულებებიც კვლავ აქტუალური რჩება. კი ბატონო, აი დაგვიანებასთან დაკავშირებით მეც მაინტერესებდა. აქ ალბათ ორი მიმართულებაა, ხო? ერთი შეიძლება დაგვიანდეს, ჩამოვიდეს პროდუქტი, მაინც მიიღოს მომხმარებელმა და მეორე არის რომ დაგვიანდეს ისე რომ მომხმარებელმა თქვას რომ მე აღარ მინდა ეს ნივთი და ჩემი გადახდელი თანხა ამინაზღავრეთ. აი აქ როგორ არის თუ არის რაიმე რაღაცა ჩარჩო პირობები განსაზღვრული, აი თუნდაც მაგალითად ერთ კვირაში უნდა ჩამოსულიყო და ჩამოვიდა ორ კვირაში. მე მაინც მივიღე, მაგრამ გარკვეული კომპენსაციების ანაზღაურება ხდება იმ დროითი ლაგისა, თუ ეს მიმართულება არის? კი ბატონო, წელს დაუდგინდა სხვათა შორის ერთ-ერთ პლატფორმას უსამართლო კომერციული საქმიანობა ამ მიმართულებით. სააგენტომ მიიჩნია, რომ ის ინფორმაცია, რასაც მოვაჭრე ათავსებდა დროითი ჩარჩოს შესახებ, რა დროშიც მიეწოდებდა მომხმარებელს, მიიჩნია შეცდომაში შემყვანა, თვინაიდან მოვაჭრემ ფაქტობრივად სააგენტომ რომ შეაფასა ყველა გარემოება, მიიჩნია, რომ მოვაჭრემ წინასწარ შეიძლება და სცოდნო და ძალიან ბევრ შემთხვევაში რომ ნივთს ვერ მიიტანდა შესაბამის ვადაში, ეს განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც არის სააქციო პერიოდები, ახალწლო პერიოდი, შავი პარასკევი და ასე შემდგომ ამ დროს რა თქმა უნდა მომხმარებელთა მომართვენება ძალიან იმატებს და ბევრი ნივთის შეძენა უნდათ და შესაბამისად ეს გაზრდილია ეს ტრაფიკი ასე ვთქვათ და ამ დროს მათ წინასწარ იციან როგორც წესი რომ ისინი ვერ გაუმკლავდებიან და იმ ვადაში ვერ მიეწვდიან მომხმარებლებს ამ შესაბამის შეკვეთებს. აქედან გამომდინარე სააგენტომ ეს საქმიანობა მიიჩნია უსამართლო კომერციულ საქმიანობად, დაუდასტურდა ერთ-ერთ მოვაჭრეს წელს და დაევალა მომხმარებლის უფლებების აღდგენა. ამ კუთხით უფლების აღდგენა მოიაზრებს პირველ რიგში დაუყოვნებლივ რეაგირებას და დაუყოვნებლივ ჩაბარებას ნივთის, ან სხვა შემთხვევაში თუ ეს ვერ ხერხდება, მან უნდა მისცეს მომხმარებლებს იმის შესაძლებლობა, რომ ისინი გავიდნენ ხელშეკრულებიდან და აღარ შეიბოჭონ ამ ხელშეკრულებით, შესაბამისად თანხის დაბრუნებაც უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. კი ბატონო, და როდესაც საუბრობთ ჩვენ ხა რეკომენდაციებზე, ვისაუბრეთ ასევე როგორ ასე ვთქვათ რა მიმართულებებით შეიძლება დაირღვეს უფლებები. აქვე საინტერესოა რომ ვისაუბროთ უკვე როდის შეიძლება ჩათვალოს საჭიროდ მომხმარებელმა რომ უკვე შეიძლება თქვენ მოგმართონ. ანუ აი რა არის ის მომენტი, როდესაც უკვე უფლებების დაზარალებულია და პირობითად რაღაც უფლებები შეელახა პირობითად საქმიანობის დროს. აი როდიდან უნდა დაიწყოს მომართვიანობა? კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა, როდესაც მომხმარებლის უფლება ირღვევა, უმჯობესია მიმართოს, რა თქმა უნდა, თავად მოვაჭრეს შესაბამისი მოთხოვნით, რომ მოვაჭრემ შემდგომ შეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება, ამ პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზება, თუმცა მომხმარებელს შეუძლია მოგმართოს ნებისმიერ დროს, მათ შორის მანამდე სანამ განახორციელებს შეძენას. იმ მომენტშიც კი, როდესაც ხედავს, რომ პლატფორმა რეალურად კანონშეუსაბამოა, რაც წეგან ჩამოვთვალეთ, არ არის განთავსებული წესები და განერგვე რეკომენდაცია შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, შეუძლია მოგმართოს ნებისმიერმა მომხმარებელმა ამ დროს თუ ხედავს, რომ კანონშეუსაბამოდ იქცევა მოვაჭრე და თუ მას არ აქვს წესები და პირობები განთავსებული, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ კანონშეუსაბამოდ იქცევა. ასევე მომხმარებელს შეუძლია მოგმართოს მაშინ, როდესაც უშუალოდ მისი უფლება დაირღვევა და სურს მისი უფლების აღდგენა. ასევე შეუძლია მომმართოს, როდესაც საერთოდ არ შედის და არც აპირებს მომხმარებელი მოვაჭრესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას, თუმცა აშკარად ხედავს რომ მოვაჭრე უსამართლო კომერციულ საქმიანობას ახორციელებს. ჩვენთვის მომართვა როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა ჩვენს ეთერში ძალიან მარტივია, განცხადების მარტივი ფორმა არსებობს, ონლაინაც არის ამ ფორმის შევსება შესაძლებელი და მომხმარებლებს მოუწოდებ, რომ ეს არასოდეს არ დაყოვდნენ, აუცილებლად მოგმართონ, თუ მიიჩნევენ, რომ მათი ან სხვისი უფლებები ირღვევა. კი ბატონო, სხვათა შორის ეხლა თქვენ ახსენეთ პირველ რიგში კომპანიას მიმართონ და ეხლა მახსენდება, რომ ძალიან ისეთი ცუდი ტენდენცია წამოვიდა იმ კუთხით, რომ შესაძაც მომხმარებელი რაღაც დარღვეული უფლებები აქვს და მიმართვენობას აკეთებს კომპანიასთან, ძალიან აპრობირებულად ეს კომპანიები ბლოკავენ უბრალოდ ამ მომხმარებელს და ამით ფიქრობენ, რომ მორჩა ყველაფერი, თავიდან აირიდეს რაღაცა ჩხუბიც, ფინანსური რაღაც კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ასე შემდეგ, თუმცა არსებობს კონკურენციის სააგენტო ამისთვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება, რომ სწორედ ესეთი შემთხვევები, როდესაც თქვენი უფლებები ირღვევა და სამწუხაროდ ბევრი ასეთი არაკეთილსინდისიერი კომპანია, სწორედ ასე ვთქვათ,
ამ მიმართულებით დაგეხმაროთ და როგორ ხდება კონკურენციის სააგენტოს მხრიდან რეაგირება, ესე ვთქვათ, მივაწოდოთ ინფორმაცია. მანამდე მინდა ყურადღება გამოვხილოთ სწორედ აღნიშნე ის მომენტი, როცა მოვაჭრეები ბლოკავენ მომხმარებლებს, ძალიან ხშირად იქცევიან ესე არაიდენტიფიცირებადი მოვაჭრეები, რომლებიც თავიდანვე როგორც წესი მომხმარებლებს უმალავენ და არ აძლევენ ინფორმაციას თავიანთი ვინაობის შესახებ. მომხმარებლები ხშირად შედიან შეცდომაში, რა თქმა უნდა, აზუსტებენ ფასს, ნივთის მახასიათებლებს, მაგრამ ყოველთვის ბევრ მომხმარებელს რჩება დააზუსტოს ის უმნიშვნელოვანესი გარემოება თუ ვისგან ყიდულობს ამ ნივთს. ანუ იმ Facebook და Instagram პლატფორმის უკან ვინ დგას მოვაჭრე. თუ მოვაჭრე ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწუდეს, ეს უკვე საეჭვოა და მომხმარებლებმა შემდეგ უნდა შევძლოთ, რომ როგორღაც გამოვართვათ ეს ინფორმაცია, მოვითხოვოთ და როდესაც გადმოგვეცემა, ჩვენ უკვე გვაქვს საკუთარი თავის დაცვის საშუალება. შემდეგ უკვე შეგვიძლია განვახორციელოთ სხვადასხვა ეფექტური ღონისძიებები, როგორც არის ჩვენთვის მომართვა კონკურენციის სააგენტოსთვის, რის შესაბამისადაც ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ უკეთესება ჯგუფის ინტერესი დავიწყებთ წარმოებას. ამ წარმოების შედეგად შეფასდება ყველა მტკიცებულება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი, მოვაჭრის მიერ წარმოდგენილი, გამოვითხოვთ შესაბამის ინფორმაციებს და საბოლოოდ ან დადასტურდება დარღვევა, ან არ დადასტურდება. იმ შემთხვევაში თუ მოვაჭრეს დაუდასტურდა დარღვევა, მას დაევალება რომ აღუდგინოს კონკრეტულ მომხმარებელს უფლება დააკმაყოფილოს ის და შეუთანხმდეს მას. ეს შეიძლება იყოს ნივთის შეცვლა, შეკეთება, რასაც ისინი შეთანხმდებიან და რაც იქნება მომხმარებლის საუკეთესო ინტერესში. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, მოვაჭრეს ამ შემთხვევაში ევალდებულება გამოასწოროს მთლიანი სავაჭრო პოლიტიკა. ნუ სხვაგანაც იგივე შეცდომა არ დაუშვეს. ეს არ არის რომ მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლის უფლება აღადგინოს და მხოლოდ მასზე გააკეთოს ორიენტირი, არა, მან უნდა გამოასწოროს მთლიანი სავაჭრო პოლიტიკა იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც მას დაუდასტურდება. თუ ამას არ გააკეთებს, ცხადია გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები. სანქცია არის ჯარიმა, მინიმალური არის 600 ლარი, მაქსიმალური კი შეიძლება იყოს მოვაჭრის ბუნვის 2%. აი, აქ დავაზუსტებ, რომ პირველ ჯერზე პირობითად ერთ-ერთი მომხმარებლის უფლება დაიცვა და ამაზე დაირღვა უბრალოდ და ამაზე წამოვიდა თავად კომპანია რომ გამოუსწორებ აღუდგენ ამ უფლებას. თქვენ მიეცეთ რეკომენდაცია რომ მთლიანად სხვა кейსების დროსაც ასე ვთქვათ ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს. თუ სხვა кейსის დროს იგივე დადგინდა, ანუ აქ უკვე კონკურენციის სააგენტო როგორც რეკომენდაცია გამაფრთხილებელი აღარ მიდის და პირდაპირ სანქციებზე გადადის, თუ თქვენი რეკომენდაციის შემდეგ სხვა მომხმარებელთან პირობითად არ გამოასწორა ის ხარვეზები, რა ხარვეზებიც ჰქონდა. კი ბატონო, პირველ რიგში, როდესაც გადაწყვეტილება იწერება, ამას განმარტავ, ეს არ არის სარეკომენდაციო ხასიათის, ეს არის სავალდებულო ხასიათის. კი ბატონო. და თუ უკვე არ ასრულებს მოვაჭრე ამას, ამ შემთხვევაში უკვე განმეორებით პირდაპირ ჯარიმაზე გადავდივართ, იწერება ჯარიმა, როცა ამოიწურება ის ვადა, რაშიც უნდა შეესრულებინა და შემდგომ უკვე თუ კიდევ დაარღვევს და იგივე დარღვევას ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, შეიძლება განმეორებით ჯარიმასაც ჰქონდეს ადგილი გაზრდილი ოდენობით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის, ესე დეტალურად ახსნისთვის. მოკლედ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღო ჩვენმა მაყურებელმა, იმიტომ რომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია პრინციპში და ვერ გავექცევი და ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც გულისხმობს ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე ვაჭრობას და შემდგომში გარკვეული ნივთების შეძენას. კეთევან ჭუმურიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი.